ბავშვთა სამყარო განადგურებულია, დამწვარია 13,000 კვადრატული მეტრი. ასობით დაზარალებული მოვაჭრე დახმარებას ითხოვს. სახანძრო ბრიგადები ხანძრის კერების ჩაქრობას დილის 5 საათიდან ცდილობენ. ოფიციალური ცნობით საცავებში დაცული ძვირფასეულობა გადარჩენილია, თუმცა ექსპერტები მათი შენობიდან გამოტანას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ. მიზეზი სავაჭრო ცენტრის ჩამონგრევის მაღალი რისკია. ხანძრის ლოკალიზების 16 საათიანი ოპერაცია. კეთი ბერაიას სიუჟეტი. ხანძართან 14 საათიანი ბრძოლის შემდეგ სავაჭრო ცენტრის პირველი სართული კვლავ აალდა. დაახლოებით საღამოს 6 საათისთვის შენობის პირველ სართულზე მაშველებმა ჯერ შავი კვამლი შენიშნეს, შემდეგ კი ცეცხლის ალიც გამოჩნდა. მოვაჭრეები, რომლებიც ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში არტოვებდნენ, აალებულ შენობაში შეჭრასაც ცდილობდნენ. ამას გადავაჩინოთ მოჩი. თვალე ბანკი მაქვს, შესატანი ბანკი, ვისთან მივიდე, ვის დაველაპარაკო, ვის შევეხვეწო. დიდი გამოძიება არ ხდება ამას, რომ ამხელა ობიექტი არ იწვება ასე უცებ. Სარალი რასაკვირველია დიდი იქნება, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ობიექტი იყო და გამოძიების შედეგად დადგინდეს რასთან გვაქვს საქმე, რამ გამოიწვია ხანძარი. ხანძრის შესახებ შეტყობინება საგანგებო სამსახურმა ღამის 4 საათსა და 10 წუთზე მიიღო. რეაგირება ოპერატიული იყო, თუმცა 10,000 კვადრატული მეტრის ფართობზე გავრცელებული ცეცხლის ლოკალიზებას 200-მდე მეხანძრი ცდილობდა. გარეგანი დათვალიერებით მთლიანად არის დამწვარი შენობის პირველი და მეორე სართულები. მეხანძრები ამბობენ, რომ ცეცხლის გავრცელების საფრთხეც არსებობდა. არჩევანი ქვია იმ ბაზრობას და ტანსაცმელია და რაღაც ნაჭრებია და იქიდან წამოვიდა ცეცხლი და გადმოედო ამას. ხანძრები ადგილზე მობილიზებული იყვნენ უკვე 5-6 წუთში და დახვდათ ისეთი გავარვალებული ხანძარი და აქედან გამომდინარე არის იმის მსჯელობა, რომ ჩვენ უკვე გვიან გვეცნობა ხანძრის შესახებ. იყო საშიშროება ხანძარი ჩასულიყო მეტროპოლიტენში. გამოწვეულ მიზეზებზე ჯერ ადრეა საუბარი, იმიტომ რომ გამოძიება დაიწყო 197 მუხლით, რომელიც ისინთვის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. სავაჭრო ცენტრში მოქმედი ეგრეთ წოდებული ოქროს ბირჟის მოვაჭრეების მტკიცები ძვირფასეულობა სპეციალურ სეიფში უნდა ყოფილიყო დაცული, რომლის შემოწმებასაც დილიდან ითხოვდნენ. მიუხედავად უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებისა, ადგილზე ექსპერტები დღის მეორე ნახევარში შევიდნენ და მათი ინფორმაციით ძვირფასეულობის საცავები გადარჩენილია. გადარჩენილია ბატონ დავით. წინასწარი მონაცემებით კი. პირველი პრიორიტეტი გვაქვს, რომ რაც არის გადარჩენილი, ის გამოვიტანოთ. ოქრო იქნება, ეს ვერცხლი იქნება, რაც სავარაუდოდ არის გადარჩენილი. მეორე ხალხი გადავანაწილოთ სხვადასხვა ადგილებზე, რომ ამათმა საქმიანობა არ შეწყვიტონ. ვეცდებით მაქსიმალურად, რომ შუამდგომლობა გავაკეთოთ ბანკებთან და საფინანსო ორგანიზაციებთან, რომ ამ ხალხს არ დააწვეს ძალიან ეს გადასახდელება. დღეს ადგილზე სავაჭრო ცენტრის მფლობელიც იმყოფებოდა. ის აცხადებს, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბის, თუმცა გამოძიებას დაელოდება. იქ რა იყო ხელშეკრულებაში და როგორ იყო ეს სხვა მხარეა, მეორე მხარეა ჩვენ რას გავაკეთებთ მათთვის. ამანდელ დღეს მე არანაირი პასუხი არ მაქვს. ჩვენ პასუხი როგორც ადამიანებს, ისევე კანონიდან გამომდინარე მაქსიმალურად გავაკეთებთ. კიდევ ძალიან მინდა გთხოვოთ მედიას და აგრეთვე ოპოზიციურ პარტიებს, რომ აი ამას ჩვენ ტრაგედიას ნუ გადაიყვანთ რაღაც პოლიტიკურ ჭრილში. მოვაჭრეებმა თქვეს, რომ დაახლოებით 1 კვირის წინ იყო ინვესტორი მოხდილი და უნდა დავა. აბსოლუტურად სწორი არის. როდის გაჩნდა ცეცხლის სავაჭრო ცენტრი ბავშვთა სამყაროში ჯერ დადგენილი არ არის. ზარალის სრული ოდენობის დადგენა მხოლოდ შენობაში ექსპერტების შესვლის და ადგილის შესწავლის შემდეგ გახდება შესაძლებელი. წინასწარი მონაცემებით სავაჭრო ცენტრში 1000-მდე კერძო მეწარმე საქმიანობდა.